ყველაზე დიდი ბრძოლა გამას ისტორიაში. ასე აფასებს ნაირ მელიქიანისა და სამანდარ ენიბაევის დაპირისპირებას გულშემატკივრების უმრავლესობა. ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ. სასწორზე კი სრულიად ახალი ტიტულია, რომელიც ჯერ არასდროს არავის მფლობელობაში არ ყოფილა. მას დავამარცხე და ამ გამარჯვებას ჩემს საქართველოსა და ჩემს ხალხს მიგუძღვნი. შეიძლება მას რინგზე შიშველი მუშტებით ჩემზე მეტი ბრძოლა ჰქონდეს ჩატარებული, მაგრამ მეც ბევრი მიჩხუბია ქუჩაში. სამანდარი ერთადერთია, ვინც საქართველოში მელიქიანის დამარცხება შეძლო. ახალქალაქელი კი რევანშის სასაღებად სრულ მზადყოფნაშია. მელიქიანმა გაანადგურა ყველა, ვინც გამას რინგზე მის წინ დადგა. არის თუ არა ენიბაევი, ახალქალაქელის კრიპტონიტი. ამას გამა undisputed-ის 5 რაუნდიან საჩემპიონო დაპირისპირებაში გავიგებთ. ყველაზე ცუდი ბიჭის ქამარს დაეუფლება ის, ვინც ამ პრინციპულ ბრძოლაში გამარჯვებას მოიპოვებს. საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი. ბრძოლა, რომელიც არაერთი ქვეყნის ყურადღებას იპყრობს. ბრძოლა, რომელიც ქართული მუშტიკრივის ისტორიის ახალ გვერდს დაწერს. მე ვცხოვრობ ულამაზეს ბუნებაში. სამცხე-ჯავახეთის მთებში და ეს მთები ძალას მაძლევს. უდმივად ვარჯიშობ და ვძლიერდები, რათა უფრო ძლიერი გავხდე. ყველა დაბრკოლება გადავლახო და ყველა ბრძოლაში გავიმარჯვო. სხვაგან რო დაავადებულიყავი, ალბათ ბუნებისგან ასეთ ძალას ვერ მივიღებდი. როცა თბილისში ან ერევანში მივდივარ, თითქოს ცოტათი ვსუსტდები. არ ვიცი როგორ ახსნა, მაგრამ როცა ჩემს მიწაზე ვბრუნდები, ძალიან ძლიერი ვხდები. გამას ხელმძღვანელობას უნდა ვთხოვო, რომ აქ, ჩემს ქალაქში, ღონისძიება ჩაატარონ, რათა ჩემს მიწაზე შევძლო ბრძოლა. მადლობა ჩემს მეგობარს, რომ ჩამოვიდა და მეხმარება, რათა კარგად მოვემზადოთ. ერთმანეთი გავაძლიეროთ და ყველაფერი გადავლახოთ. ღმერთი დაეხმაროს ჩემს მეგობარს და გამარჯვება მას დარჩეს. მაგალითის დადგება, რა გინდა? რა გინდა? აი ეს ყვავილი. ეგ არ გადაიღო ბიჭო. ჩემი მამა ამავდროულად ჩემი მწვრთნელიცაა და ყველანაირად ჩემს გვერდით დგას. როგორც მორალური მომზადების დროს, ასევე ფიზიკური მომზადებისას. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მამა მყავს და ყოველთვის ჩემს გვერდითაა. დიდი მადლობა მას. მადლობა ღმერთს, ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ ჩემი შვილით. მას სპორტთან დაკავშირებით ძალიან დიდი იმედები და მიზნები აქვს. მე ყოველთვის უნდა დავეხმარო და მხარი დავუჭირო ჩემს შვილს, რათა რა ოცნებაც არ უნდა ჰქონდეს, აუცილებლად მიაღწიოს მას. მადლობა უფალს, მადლობა ღმერთს. ის 3 წლის ასაკიდანვე ძალიან აქტიური და მოუსვენარი იყო. სულ ჩემკენი წევდა, უნდოდა ჩემთან ერთად ევარჯიშა და რაღაცები ესწავლა. მეც ნელ-ნელა დავიწყე მისი ვარჯიში და თვითონაც ძალიან შეუყვარდა. ბავშვობაში სხვებთანაც ჩხუბობდა ხოლმე, მერე უკვე მეკითხებოდა რა გაიკეთებინა, სად წასულიყო, როგორ ევარჯიშა და ასე მოვიდა დღევანდელ დღემდე. იყო პერიოდიც, როცა ტიროდა და ამბობდა აღარ მინდა ბრძოლა, აღარ ვიჩხუბებო. მაგრამ მე ისევ დავიწყე მასთან მუშაობა. ლაპებზე ვარჯიშობდით, ვამზადებდი. მადლობა ღმერთს, რომ საბოლოოდ მთელი გულით მიუძღვნა თავის სპორტს და თავის იმედების სპორტს დაუკავშირა. მე კი მის გვერდით უნდა ვიდგე, დავეხმარო და ბოლომდე ხარი დავუჭირო. მადლობა ღმერთს.
Astăzi mă vezi. Parcă astăzi. Şad lave. Kanat. Başqa davlatda chempion bo'lish სხვა ქვეყნებში ჩემპიონობა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. shu narsaga shu darajaga სიმართლე რომ თქვა, ამ დონემდე მოსასვლელად ჩემ თვითნელთან ერთად 15 წელი ვიშრობ. 15 yil sabr qildik. 15 წელი მოთმინებით ვიარე და ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარე. Ma desam bo'ladi. Buni ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ojizda ახლაც ჩემი ქვეყნისა და ჩვენი დროშის სახელით გამოვდივარ. bittamas ikkita bayraq ostida chiqaman. O'zim qarab boshqa O'zbekistonda tug'ilgan bo'lsam. უზბეკი ვარ. ბრძოლაზე ჩვენი დროშით გამოვალ. ikkita bayraq bilan chiqaman va boshimdagi ხოლო თავზე ჩემი ეროვნული ტრადიციული თავსაბურავი მექნება. ალბათ ბევრი სწორედ ამ თავსაბურავით და ჩემს ზურგზე აღმართული დროშით მიცნობს. აქედან ჩემს სახლში ჩემპიონად დაბრუნება კი ჩემთვის წარმოუდგენელი ემოცია იყო. ამის სიტყვებით აღწერა ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი ჩემთვის ძალიან იღბლიანი გამოდგა. წლის დასაწყისში ჩემს ქვეყანაში ვისვენებდი და ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ქალიშვილი შემეძინა. მას სუმაია ჰქვია. ღმერთს მადლობა, ჩემი გოგო დაიბადა. სამშობიაროდან გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში კი უკვე სხვა ქალაქში მომიწია წასვლა ვარჯიშებისა და ბრძოლებისთვის მზადების გამო. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ღმერთის ნებით ამ ბრძოლასაც თუ წარმატებით დავასრულებ, ამ გამარჯვებას ჩემს ქალიშვილს სუმაიას მივუძღვნ. სუმაია, იცოდე, მამას ძალიან უყვარხარ და შენთვის ყველაფრისთვის მზად არის. თავიდან, როცა საქართველოში გამოვედი და ქამარი ავიღე და მერე სახლში დავბრუნდი. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ ქვეყანაზე მეტად საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი შევიძინე. ინსტაგრამზე ვხედავდი ქართველი მეგობრები და გულშემატკივრები მწერდნენ და მაფასებდნენ. რა თქმა უნდა, ნეგატიური კომენტარებიც იყო. ნაირთან დაკავშირებულ თემაზეც იყო ნეგატივი. როცა სახლში დავბრუნდი, მამა ჩემი ატირდა. ამას არავინ ელოდა. უზბეკეთში შიშველი მუშტებით ბრძოლაში პირველი ქამარი მე ჩავიტანე. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ისტორიული მიღწევაა. სამანდარ ენიბაევისა და ნაირ მელიქიანის ისტორია ჯერ კიდევ 2024 წელს სხვა ორგანიზაციაში დაიწყო. ისინი ერთმანეთს სამრაუნდიან სარეიტინგო ბრძოლაში დაუპირისპირდნენ. ბრძოლა საკმაოდ თანაბარი იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მებრძოლებმა არაერთი ზუსტი და მძიმე დარტყმა გაწოლეს. საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება სამანდარს დარჩა. ნაირი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება. ახალქალაქელის აზრზეა ბევრი გულშემატკივრიც, რომლებიც თვლიან, რომ ნაირს მოგება წაართვეს. ეს პირველი და ბოლო მარცხი იყო, რომელიც მელიქიანმა საქართველოში იწვია. ერთი ორგანიზაცია გაიხსნა. დამირეკეს და მითხრეს, იქ უნდა იჩხუბო. უთხარი კი ვიჩხუბებ მეთქი. მითხრეს, რომ ჩემი მეტოქე უზბეკი სპორტსმენი იქნებოდა. უთხარი პრობლემა არ არის. ნებისმიერ შეხვდები მეთქი. იქ ენიბაევ შეხვდი. ჩემი აზრით მე მოვიგე და დღემდე გაუცებული ვარ, რომ გამარჯვება მას მისცეს. მაგრამ ვინც რას აკეთებს, საბოლოოდ საკუთარ თავს უკეთებს. დღეს ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, მაგრამ გამამ დიდი შანსი მომცა, რომ რევანში ავიღო და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებ. მას დავამარცხებ და ამ გამარჯვებას ჩემს საქართველოსა და ჩემს ხალხს მივუძღვნი. ნაირთან პირველი ბრძოლა ჩემთვის სადებიუტო იყო პროფესიონალურ რინგზე. მასზე არაფერი ვიცოდი. ახლა სპორტში ხომ ასეა. რინგზე გასვლამდე მეტოქეს შეისწავლია. მის შესახებ ინფორმაციას იძიებენ. მე კი მაშინ ახალი ვიყავი ამ სპორტში. პირველ რაუნდში ვაღიარებ. კარგი წინააღმდეგობა გამიწია. საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გამოვიდა. მეორე და მესამე რაუნდებში კი ჩემი აზრით უკვე ბევრად უკეთ ვიმუშავე და მოვუგე. შემდეგ ნაირმა ეს ინსტაგრამზე დადო.
ნორმალი კალთეიგა YouTube-ის არხებზეც გაავრცელა და ხალხმა დაიწყო საუბარი, რომ მან გაიმარჯვა. кейін ნაირ Instagram მეც ცოტა ხანი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. სუდიალარ უნდა ბეროშტე. ახლა, მაგალითად 29 აგვისტოს ისევ ბრძოლა მაქვს ყოიგენ და და ძირითადად ამაზე ვარ კონცენტრირებული. აგვისტონო მე ენა შუნასადან სპორტო ვერამან, ოშე პაიკი. ხალხი ამ ბრძოლას მაშინაც დიდი ინტერესით ელოდა. თორხალოხუსადა ბახოლასა. ნაირზე ცუც ვერ ვიტყვი. როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი ძალიან კარგი ბიჭია. სპორტშიც კარგი შედეგები აქვს და ბევრს შრომობს. მაგრამ ახლა ის ჩემი მეტოქეა. რინგზე ჩემი მოწინააღმდეგეა. ცხოვრებაში კი რინგის გარეთ, როგორც ძმას, ისევ ცემ პატივს. ყველა მარცხი ადამიანს აძლიერებს. ყოველი მარცხი უფრო ძლიერს ხდის. შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი ადამიანისთვის მარცხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მე მაინც არ ვთვლი, რომ მაშინ დავამარცხდე. ამის შემდეგ უფრო ძლიერად დავიწყე ვარჯიში. და იმასაც ვაკეთებდი, რასაც მანამდე არ ვაკეთებდი. მაგალითად, თუ ადრე 10 კილომეტრს დავრბოდი, შემდეგ უკვე 20 კილომეტრს დავრბოდი და ყველაფერს უფრო სერიოზულად მივდექი. ახლა ღვთისმებით აუცილებლად უნდა გავიმარჯვო. ამ ბრძოლაში მისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. ენიბაევთან განცდილი მარცხის შემდეგ მელიქიანმა გამაში ხმაურიანად შემოაბიჯა. მან გრან-პრი 1 ამოსუნთქვით მოიგო. 4-ვე ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა. ამ ყველაფრისთვის მას ჯამში სულ რაღაც 159 წამი დასჭირდა. ასე დაიბადა ახალი ლეგენდა ქართულ საბრძოლო რეალობაში. გაჩემპიონების შემდეგ ახალქალაქელის გამას რინგზე დაბრუნება ტრავმების გამო გაჭიანურდა. გრან-პრიში მივიღე მონაწილეობა და გრან-პრი გამარჯვებით დავასრულე. არ მეგონა რომ ასე მარტივად შევძლობდი მოგებას, მაგრამ ჩემ ეტოქეს რაღაც პრობლემა ჰქონდა. საერთოდ ეს სპორტია და ერთმანეთის დადანაშაულება არ შეიძლება. ის ძალიან ძლიერი ბიჭია, ძალიან დიდ პატივს ცემ და ძალიან მიყვარს. ღმერთმა დალოცოს, დაიფაროს და ბევრი გამარჯვება ჰქონდეს, ბევრ წარმატებას უსურვო. გამამ ძალიან დიდი ცნობადობა მომცა. არა მარტო სომხეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. გამა ძალიან ძლიერი ორგანიზაციაა. მე გამას წევრი ვარ და ყოველთვის გამას წარმოვადგენ. იქნება ეს რუსეთში, სომხეთში თუ სხვაგან, სადაც არ უნდა წავიდე. ორგანიზაციის მთელ გუნდს დიდ პატივს ვცემ. ვაფასებ და ჩვენ ყველამ ერთად ყოველთვის წინ უნდა ვიაროთ. ნაირმა გამას გრან-პრი მოიგო. მთლიანად არ მიყურებია. გამას ინსტაგრამზე რაც ჰქონდათ დადებული, ისინი ვნახე. სპეციალურად არ დამჯდარვარ და მისი სრული ბრძოლებისთვის არ მიყურებია. სიმართლე რომ ვთქვა, ვისაც ის გრან-პრიზე დაუპირისპირდა, მაღალი დონის მებრძოლი არც ერთი იყო. მათი ბრძოლების სტილი მსგავსი იყო. მე კი მათგან რადიკალურად განსხვავებული ვარ. ასე რომ არ ვფიქრობდე, პირველ რიგში ჩემს პირველ მეტოქეს შევისწავლით. გიგისთან ბრძოლისთვის ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული. მწვრთნელებმაც ბევრი რამ მითხრეს და მათი მითითებების მიხედვით მუშაობთ. ახლაც მზადებას ვაგრძელებთ. ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლა ძალიან კარგი გამოვა. რაც შეეხება ნაირს, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი აზრით, პირველივე რაუნდში ძალიან გაუჭირდება ჩემთან. თუმცა ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, რადგან მისი სრული ბრძოლა ჯერ არ მინახავს. მელიქიანის შემდეგ გამაში სამანდარ ენიბაევიც არანაკლებ ხმაურიანად გამოჩნდა. უზბეკმა მებრძოლმა იმ დროისთვის 70 კილოგრამის ქამრის პრეტენდენტი და ტოპ კონტენდერი გიგი ბერიძე ორჯერ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ბოლო დაპირისპირებაში სამანდარმა ორივე ხელი მოიტეხა და რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დასჭირდა. ამასობაში ტრავმები ნაირმაც მოიშუშა და მათი რევანშის ალბათობაც რეალური გახდა. ნაირთან ბრძოლის შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. დიდ სპორტში წინსვლის გზა კიდევ უფრო გამეხსნა. გამა საქართველოს საუკეთესო ორგანიზაციაა და აქ უკვე ჩემპიონიც გავხდი. ნაირს მანამდე კარგად არ ვიცნობდი.
ვიცოდი რომ ისიც ჩემსავით ქუჩაში გაზრდილი ბიჭია. მის შესახებ მქონდა გაგონილი და ინსტაგრამზეც მყავდა ნანახი. ნაირის და შემდეგ გიგის ორჯერ დამარცხების შემდეგ ვგრძნობ, რომ პროფესიონალურ სპორტში უფრო და უფრო ვიზრდები. ძალიან დიდი პროგრესი მაქვს და გამოცდილებაც მომემატა. მე უზბეკეთს წარმოვადგენ. მაგრამ საქართველოში ვიბრძვი. და აქტივ სპორტში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ვცდილობ. ეს არის პირველი უცხოელი, ვისთანაც ვიბრძვი. მიჩხუბია რუს სპორტსმენებთანაც და ბევრ სხვა უცხოელთანაც. ამიტომ ჩემთვის ეს არაფერს სვლის. თავარია ბრძოლაში საკუთარ თავს ბოლომდე დავხარჯავ და ვიცი, რომ უნდა გავიმარჯვო. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჩემი მეტოქი. ნაირთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2025 წელს უნდა მქონოდა. მაშინ ამის შესახებ შემატყობინეს. ის კარგ ფორმაში იყო. საუბარი იყო რევანშზეც. თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა. შემდეგ ნაირთან ბრძოლა აღარ შედგა და გიგისთან მომიწია ბრძოლა. გიგისთან ბრძოლის შემდეგ ისევ ნაირთან ბრძოლა უნდა გამართულიყო. იმ პერიოდში ნაირმა 75 კილოგრამში ბრძოლა შემომთავაზა. მე მაშინ 70 კილოგრამში გამოვედი და მოვიგე. ნაირი კი იმ დროს დაახლოებით 80 კილოგრამამდე იყო. ივლისში ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ ისევ გაჩნდა ნაირთან ბრძოლის საკითხი. დაახლოებით 70 კილოგრამში. იმ პერიოდში ფორმის შენარჩუნება მიჭირდა და ცოტა ნერვიულობდი. ცოტა ხნის წინ კი ჩემმა მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ ნაირთან საჩემპიონო ბრძოლა შეიძლება გაიმართოს. ეს ბრძოლა 75 კილოგრამში იქნება. ფაქტობრივად 75 კილოგრამში მეორე ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობა გამიჩნდა. კორტავასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს. ჩემპიონობის ქამარი ჩააბარა. MMA-ში უნდა გადასულიყო თუ რაღაც მსგავსი. შემდეგ კი აღარ ვიცი რა მოხდა. თუ რეალური მოწინააღმდეგე იქნება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება. თუ მეუბნებიან, აი ეს არის შენი მეტოქე და მას უნდა შეხვდე, პირდაპირ ვიწყებ ზადებას მის წინააღმდეგ. მე მithქვამს, რომ მირჩევნია ჩემი მეტოქე, ჩემი თანამემამულე არ იყოს. ეს ჩემთვის უკვე სასიამოვნო და საპატიო არ არის, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მნიშვნელობა არ აქვს ქართველი იქნება, სომეხი თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების. უბრალოდ მე უფრო მსიამოვნებ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ბრძოლა. კორტავასთან პირადად რაღაც მაქვს სათქმელი. როცა პირისპირ დავუდგები, მაშინ ვიტყვი. არ მინდა ახლა ზედმეტი ლაპარაკი და რაღაცეების თქმა. ყოველთვის ვამბობ, ყველაფერი ღვთისნებით ხდება და ღვთისნება ყოველთვის კეთილია. ღმერთს იმდენად უყურვარ, რომ ამ რევანში შესაძლებლობა მომცა. რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, მე ამ რევანს აუცილებლად დავიღებ. რა თქმა უნდა, ჩემ სახლში მარცხს ვერ მივიღებ. ვიცი, რომ ჩემი ხალხი ჩემს გვერდით დგას, გულშემატკივრობს და რაც მთავარია, ღმერთი ჩემთანაა. ამიტომ ღვთის დახმარებით ერთად გავიმარჯვებთ. Achtelwenk miasin wasaf. Hokedostvat Ach pyashnoras Boy, როგორც იცით, უკვე მრავალი წელია მშვიდად მივყვებით ჩემს გზას. და ყოველი სირთულის დროს ღმერთი ყოველთვის მეხმარებოდა. ყველაფერი ღმერთისთვის და მისი დიდებისთვისაა. ყველა სირთულის დროს ვცდილობ ღმერთი ვიპოვო. ყოველთვის ღვთის კურთხევას, სიყვარულსა და ძალას ვეძებ. დიდება ღმერთს და მადლობა მას.
Աստվածորտի բոլորիդ շնորհակալություն։ ეს ბრძოლა გამას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და დაუნდობელი ბრძოლა იქნება და ამ ბრძოლაში გამარჯვებული, რა თქმა უნდა, მე ვიქნები. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ახლა მთელი ყურადღება ამ ბრძოლაზე მაქვს გადატანილი. და სხვა არაფერზე ვფიქრობ. ჩემს მხარეს მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ჩემი ოჯახი, ძალიან დიდ მხარდაჭერას მაძლევს. ისინი წლებია ჩემ გვერდით არიან. მამხნევებენ და ჩემის ჯერად. და რაც მთავარია, ჩემი ყველაზე დიდი мотиваცია, ჩემი ქალიშვილი, სუმაიაა. 29 აგვისტოს ახალი ქამრისთვის დიდი ბრძოლა გაიმართება. ამ ბრძოლას შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ეთერში. Gamma FC TV-ზე. gamma.fc.tv kanaldan ko'rsangiz bo'ladi. Ես շնորհակալ եմ իմ მადლობელი ვარ ჩემი გულშემატკივრების. ძალიან მიყვარხართ. 29-ში გელოდებით. շատ თარგում եմ ձեզ. Սպասում եմ ღმერთი დაგეხმაროთ. თქვენ და თქვენს ოჯახებს ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. Աստված օրհնի ձեզ, ձեր ընտանիքները թող მეც თქვენ გვერდით ვარ, როგორც შემიძლია. ღმერთი იყოს ჩვენთან, ვიყოთ ძლიერები, გქონდეს ძლიერი საქართველო და ვიბრძოლოთ, რომ ყოველთვის ყველაფერი გადავლახოთ და გავიმარჯვოთ. պայքարենք, որպեսզի միշտ հաղթահարենք։ 29 აგვისტოს მუშტიკრივის გულშემატკივარი სუპერ ივენტს იხილავს. Gamma Undisputed-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ნაირ მელიქიანი და სამანდარ ენიბაევი შეებრძოლებიან. სასწორზე ყველაზე ცუდი ბიჭის ქამარია. 93 კილოგრამის ტიტულისთვის კი ნიკა ბოკელავაძე გამას რინგზე თურქ ერკე აქსოის უმასპინძლებს. არ გამოტოვო ზაფხულის ცხელი დახურვა Gamma Fight Hall-ში.